ჩვენი კოლეგა ჯანმრთელი ცხოვრების ფაქტობრივი სიმბოლო გახდა საუბარია თამუნა მუსელიძეზე, რომელიც მუდმივად სატრენაჟორო დარბაზიდან გვერდება რეკომენდაციებით, ვარჯიშებით, კომპლექსებით, მოკლედ ახლაც თავის ჩვეულ ამპლუაშია და მოგესალმება. დილამშვიდობისა თამუნა. დილამშვიდობისა მოგესალმებით, დიდი ხანი ვცდილობდი დათო გაბელაიას რეგალიების დამახსოვრებას. ესე იგი, საქართველოს 15 გზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი, ევროპის 2 გზის ჩემპიონი, რეკორდსმენი სამჭიდში ხდება ეს ყველაფერი? სამჭიდი, დიახ. ძალისმიერ სამჭიდში ვარ მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ევროპის თასის გამარჯვებული, საქართველოს მრავალი გზის ჩემპიონი და რეკორდსმენი. აი, რეკორდი რაში გაქვს ამყარებული? ბენჩპრესის მოძრაობაში, ეს არის წოლჭიმი, აგრეთვე ქართულად წოლჭიმი ეწოდება. მე შემიძლია ვთქვა და აგიხსნათ, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი მოძრაობები. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე თვეა ჩვენს მაყურებელს ვასწავლით ვარჯიშს, მაგრამ არასდროს არ ვქონია ჩართვა ისეთი კუთხით, ვთქვათ, როგორ არ შეიძლება სხვადასხვა ვარჯიშის გაკეთება. შესაბამისად, მრავალგზის ჩემპიონი დათო ამჯერად აგვიხსნის იმას, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ და რატომ ვიქცებით, ანუ სხვადასხვა ადამიანები ხო აკეთებენ რაღაც არასწორ ვარჯიშებს და სწორედ დათო აგვიხსნის ამ ყველაფერს. დავიწყოთ მაშინ. პირველ რიგში აუცილებელია, როდესაც წონას ვამაგრებთ ღერძზე, აუცილებლად უნდა დაუჭიროთ დამჭერი, რათა მოძრაობის დროს არ გადმოსრიალდეს მაგალითად ბლინი. ანუ ვინმე არსებობს, ვინც ამ დამჭერს არ უკეთებს? ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ უკეთებენ დამჭერს, ანუ ვაფრთხილებ, რომ საჭიროა დამჭერის გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება გადმოყირავდეს და ადვილად სრიალა ზედაპირი აქვს და შეიძლება გადმოვარდეს კიდევ 20 კილოიანი და ნუ ვინმეს დაეცეს, ვინც ახლოს იყო. არის შემთხვევები, რომ ეცემათ, არის შემთხვევები, რომ ტრამვებს იღებენ, ამიტომ ვაფრთხილებ ჩვენ მოვარჯიშეებს, რომ გავაკეთოთ სწორი მოძრაობები და ფიქსირებული მოძრაობები. ასე ვთქვათ. მოძრაობა არ შეიძლება გაკეთდეს ასეთ მდგომარეობაში. აი, აქ ერთი ხელი რო გქონდეს, აქ და მეორე, აქ ეს მოძრაობა დაუშვებელია. ანუ სწორად უნდა იყოს ზუსტად ორივე ხელი. უნდა გადავზომოთ, რა თქმა უნდა, ხაზებზე ჩავალოთ ხელები. მოვერგოთ, კარგად, ადვილად, კომფორტულად. ვიღებთ შტანგას. მოძრაობა უნდა გაკეთდეს შესუნთქვით, გამოსუნთქვით. ანუ სუნთქვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლმე როგორც გავიგეთ თქვენთან ურთიერთობით. მოძრაობა არ უნდა გაკეთდეს ასე. აქ მოძრაობები, ესეთი აწევები, ანუ ჯობია მოძრაობა გაკეთდეს ფიქსირებული. ვაკეთებთ ფიქსირებულ მოძრაობას და ვაკეთებთ სამისვლას 15 გამეორებას. და უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ არის გარკვეული რაოდენობა ადამიანების, რომელსაც ეს დადეთ, არ შეწუხდეთ, რომელსაც გონია, რომ თქვა, აი, რადგან რამდენიმე კვირა ვარჯიშობს, შეუძლია რომ ძიმე წონა აიღოს. ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, ყველაფერი. უნდა გავაკეთოთ მსუბუქი წონები 12-დან 15 გამეორებამდე, მისვლებს შორის გააჩნიათ თუ ძალისმიერი კუნთისთვის ვარჯიშობ და გინდა ძალის მომატება უნდა იყოს წუთიდან 2 წუთამდე შესვენება, როცა ვარჯიშობთ კუნთის მასისთვის, ასე ვთქვათ და ვარჯიშობთ კუნთის გამოყვანისთვის, შეიძლება გაკეთდეს 30 წამით, 20 წამით შესვენება. ამიტომ უნდა გავაკეთოთ მივყვეთ გეგმას, ნუ ეს ყველაფერი ალბათ მწვრთნელმაც უნდა გვითხრას. უნდა მწვრთნელის გარეშე შეუძლებელია დღესდღეობით არ უნდა გავაკეთოთ არაფიქსირებული მოძრაობები. აი, პრობლემა რა შეიძლება ამ შემთხვევაში, რომ მოხდეს და მოყვეს არასწორ ვარჯიშს? აი, წოლჭიმის მოძრაობაში მაგალითად შეიძლება გაგიწყდეს მყესი, შეიძლება გაგეხიეს კუნთი, შეიძლება იყოს ნაწილობრივი გაგლეჯა, შეიძლება იყოს გაჭიმვა, დაზიანება, ასე ვთქვათ, არ უნდა გაკეთდეს არასწორი მოძრაობები. აუცილებლად, როდესაც დარბაზში ან სადმე მიბრძანდებით და აკეთებთ რაღაც ვარჯიშებს, უნდა მწვრთნელს აუცილებლად უნდა შეეკითხოთ ვარჯიშები როგორ უნდა შეასრულოთ. იმის მიხედვით უნდა გააკეთდეს ვარჯიშები. კიდე თუ არის ისეთი რამ, რაც არ შეიძლება რომ გაკეთდეს და რასაც არასწორად ვაკეთებ. ბევრი რამეა, რასაც არასწორად. ნუ მაგალითად ქალბატონები ამ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას სწორ კვებას. სწორი კვება უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ 80% არის სწორი კვება, შემდეგში სწორი ვარჯიშები და სწორი მიდგომა დროში ვარჯიში და პროცენტულად ვარჯიში და ასე ვთქვათ. ანუ ეს ცალ-ცალკე ორიცნება არ არსებობს, თქვათ, აი სწორად ვიკვებები და არ ვარჯიშობ სწორად, ან არ ვიკვებები სწორად, მაგრამ ვარჯიშობ კარგად. გეტყვით, როდესაც სწორ კვებაზე ადამიანი, არის
ესეთი განსხვავება რა. შეიძლება იყოს მასაში დიდი და იყოს სწორკვებაზე, ჩვეულებრივად, დაიკლოს მან 10 კილოგრამი და ასე ვთქვათ, დაპატარავდეს უბრალოდ და არანაირი ფორმები. უბრალოდ არის განსხვავებული ის, რომ 10 კილო არის დაკლებული, დაპატარავებული. ჩავთვალოთ, ანუ იგივე ფორმა რჩება, რაც არის უბრალოდ პატარავდება 10 კილოთ. ამიტომ როცა ამას ურთავთ მეორე ხარისხონ, ანუ ვარჯიშს რო ურთავთ ამას, სრულიად განსხვავდება, ანუ ცხიმი იწვება და კუნთი იზრდება. ფორმები გამოიყოფა, სხეული ლამაზდება და ტანიც მშვენიერი ხდება. თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენ ისეთ გრაფიკში გვიწევს ცხოვრება, რომ ხანდახან ვერ ვახერხებს სწორად კვებას, იმიტომ რომ სწრაფმა საკვებმა ძალიან ჩაანაცვლა, ასე ვთქვათ, სწორი ჯანსაღი კვება რა და ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ წავიღოთ სახელიდან სიტყვაზე რაღაც ტუბიკებში, კონტეინერებში ჩადებული ისეთი მარტივი მოსამზადებელი. მე აგიხსნით, არის რომ დაძაბული გრაფიკი აქვთ, ან დილიდან საღამომდე მუშაობენ და ასე შემდეგ, მაგრამ გარეთ გასვლას და ვთქვათ რაიმე საკონდიტრო ნაწარმის ჭამას გვირჩევნია რომ ანუ საღამოს რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ მოვინდომოთ გავამზადოთ კონტეინერში რამოდენიმე ჭამა საკვების თქვა 3 საათში ერთხელ რაც უნდა ჭამდო 2 თუ 3 ულუფა იქნება გავამზადოთ და სამსახურშიც მივირთვათ ჩვეულებრივად ძალიან ადვილი არის ესე თავარი არის მონდომება და ხო და თან ახლა უკვე საფხულია უამრავი ხილი არის უამრავი ბოსტნეული და შეგვიძლია რომ ჩავანაცვლოთ არაჯანსაღ საკვებს შეგვიძლია უკვე ანუ ზაფხულში მithumetes ცხიმების კლება და წონაში კლება ძალიან ადვილია და ურჩევ ხალხს რომ ჯანსაღად იკვებოს. კიდევ ერთ აგიხსნით ბენჭპრესის მოძრაობაზე, რომ არ უნდა გავაკეთოთ მაგალითად საჯდომის სკამი. საჯდომის ვარჯიში ძალიან პოპულარულია. საჯდომის ვარჯიში არა მაქვს ამ თვითას ლაპარაკი, ანუ საჯდომი არ უნდა ავიღოთ სკამიდან. არ უნდა გავაკეთოთ ესეთი მოძრაობები. უნდა გავაკეთოთ ფიქსირებული მოძრაობა, უნდა გვედოს საჯდომი, კარგად. საჯდომი უნდა გვედოს საერთოდ როგორც წესი. იმიტომ რომ ანუ ეს სახსრების პრობლემაზეც არის დაკავშირებული, ფეხიდან მოდის ყველაფერი, ძალაც ფეხიდან მოდის, ასე ვთქვათ, არ არის მარტო ეს მკერდის ვარჯიში რომ მკერდი გაიზარდოს, ეს არის ფეხითაც აძლევ აქ დიდ მნიშვნელობას ძალას. ანუ დატვირთვა საჯდომზე ამ შემთხვევაში არ უნდა მივიტანო. არა, საჯდომზე დატვირთვა არ უნდა მივიტანოთ. ფეხით მოძრაობა არ უნდა გავაკეთოთ. უნდა იყოს ფიქსირებული მოძრაობა. და წელი რო იწევა ეხა? წელი საწევა შეგვიძლია მცირე რაოდენობით, არა ძალიან, უნდა გავაკეთოთ მცირე რაოდენობით. ეს დაუშვათ, ავჭროთ. დაუშვათ. ეს არის ორი მოძრაობა. მოკლედ, დღევანდელი ვარჯიშიდან ჩვენ გავიგე და ვისწავლეთ ის, რომ საჯდომი უნდა იყოს თავის ადგილზე. აუცილებლად. ცხელებით, ზურგით და ასე შემდეგ. უნდა გავაკეთოთ ფიქსირებული მოძრაობები. უნდა ვიკვებოთ სწორად, აუცილებლად და თან გავიგეთ ის თუ როგორ უნდა ვამუშაოთ მკერდის კუნთები და სწორად როგორ უნდა ვივარჯიშოთ დარბაზში. მოკლედ, პრინციპში სულ ეს იყო ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და ამდენი საკითხი ერთად არასდროს არ ჩაგვიდევია ერთ ჩათვლაში, ისთვისაც დიდი მადლობა მრავალმგზის ჩემპიონ დათოს. დიდი მადლობა თქვენ გაგაძანდებით. შენ მადლობა, თქვენ მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით. კარგად. მადლობა, ეს იყო თამნა მუსერიძე, რომელსაც ჩვენს გადაცემაში ორშაბათს შეხვდებით.